დევნილები, რომლებიც ისანჩი დირსის მრავალკომპლექსიანი საცხოვრებლის კორპუსში ნებართვის გარეშე შევიდნენ, აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი განმარტებით ეს გადაწყვეტილება თვითნებურად იმიტომ მიიღეს, რომ წლებია უშედეგოდ ელოდებიან ბინებით დაკმაყოფილებას. კორპუსის მიმდებარე პერიმეტრს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. როგორც ისინი განმარტავენ, მათი მიზანი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაა. დევნილების თქმით, მათ წყალი და შუქი არ მიეწოდებათ და გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. დევნილთა ნაწილი შენობაში იმყოფება, ნაწილს კი ვინც დროებით დატოვა შენობა უკან არ უშვებენ. ჩვენ დევნილთა იმ ჯგუფს გავესაუბრეთ, რომლებიც დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან დაბრუნდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ დირში შეჭრილი ოჯახების სიები გადასცეს მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს და სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან. არ შევჭრილოთ, ჩვენ უბრალოდ შევედით, ამას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ. ჩვენ 100 ადამიანის სია გადავესცით, 100 ოჯახის უბრალოდ. და ამ სიას განიხილავენ ალბათ. მოლოდინში ვართ, 27 წელიწადია უკვე მოლოდინში ვართ. ორი შვილი მყავს, ერთი 6 წელი, 3 წლისა, მეორე არის 6 თვის, ხო? ქირი ვცხოვრობ 350 ლარს ვიხდი. რა როდემდე უნდა გადავიხადოთ, ხო? ჩემს გვერდით ისეთი ადამიანები დგანან, ვისაც მამებიც უნდა ყავთ, ბავშვები, ინვალიდები ყავთ, ვეტერანები ყავთ. არც ერთზე ყურადღება არ ამიქცეული. ვიქნებით ბოლომდე, სანამდეც ისეთ პასუხს არ მივიღებთ, როგორც ჩვენ დავაყალბილებს. აქ დავდგებით, სანამ ნორმალური პასუხი არ მოგცემ. რამდენი წელია მატყუებენ? რა კრიტერიუმი უნდა? ობორი ის მარჩენალი დაკარგული. შვილი არ მყავს. პატარა შვილიშვილის ძალი მყავს სახში 9 კვადრატ მეტრში ცხოვრობს. კი 200 ლარს მიხდიან, ამაზე დიდი მადლობა მაგ. ქულები, რა ქულები მითხარით? გამოდითო, გიორგაძემ, გამოდითო. რატომ გამოვი? გაყიდეს ეს ბინა. მეტი რა, ირანელებს ბინა უყიდეს და ჩვენ რა დავაშავეთ. არ წავალთ, არცად, აქ ვიდგები, ბავშვები შიერები არიან ხალხო, მოხუცები. მე ვცხოვრობ სხვის ბინაში, ვართ 7 სული და იძულებული ვარ რა ვქნა. ვარ 65 წლის, ომის ინვალიდი, ომის მონაწილე. და ახლა მეტი ფართი მე არ მაქვს არსად. ვითხოვთ ბინას, ვითხოვთ ნებართვის გარეშე შემოვედი. აბა რა ვქნათ ახლა ჩვენ? აქ ჩვენ არავინ დაგპატიშებს, ხო? ბოლომდე ვიდგებით აქა. ხო და თუ მოგცემენ, კი ბატონო, დავიშლებით ოღონდ ხელშეკრულებით და წესრიგში საბუთი რომ შედგეს. ხალხს არ გვაქვს სახლი, ცხოვრობთ ქირით, ძალიან ბევრი დაპირება მივიღეთ და საბოლოო ჯამში ეს დაპირება არაფერი არ აგვისრულდა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წყალი არ გვაქვს, ელექტროენერგია არ გვაქვს. საჭმელი გარედან რომ მოგვაწოდოს ხალხმა, მთავრობამ არ გვაქვს და შესაბამისად ვართ ესე გიორგი გიორგაძეს შევხვდით, გადავეცით ეს ჩვენი სიები, გვეტყვის, რამდენ ხანში დავკმაყოფილდებით. ვაპირებთ გაგრძელებას და ვაპირებთ აქ ყოფნას. მოგვიანებით ამ საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კომენტარი გააკეთა. მურად აბლოთიამ განაცხადა, რომ სამინისტრო უმოკლეს ვადაში შეისწავლის დირში შეჭრილი 200-მდე დევნილი ოჯახის მდგომარეობას. ამასთან დეპარტამენტის უფროსი გარკვევით განმარტავს, რომ დევნილებისთვის ბინების განაწილება აქამდე არსებული წესით გაგრძელდება. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და რიგითობა არ დაირღვევა. ცალსახად ის ადამიანები, ვინც დღეს იქ არიან შეჭრილები, იქ ვერ მიიღებენ ამ ბინებს და ეს ბინები განაწილდება წესისამებრ, როგორც იყო დაგეგმილი იმ დევნილ ოჯახებზე, ვინც არიან მოლოდინის რეჟიმში, 800-მდე ესეთი ბინა განაწილდება წელს თბილისში, დაგეგმილი ესე იყო, ბუნებრივია თუ ამ პროცესებმა ხელი არ შეუშალა. შესაბამისად, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ესე თვითნებურად უკანონოდ ფართების დაკავება სააქვს ადგილი, მოლაპარაკებები გვაქვს მათთან. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები თუ ვინმე არის მათ შორის, მათზე შეიძლება დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, დანარჩენი ოჯახები დატოვებენ იქაურობას და ჩვეულებრივ განაწილდება ეს ბინები იმ დევნილ ოჯახებზე, ვინც არიან მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ უკვე 10 აპრილს გამოვაცხადებთ სიას დევნილი ოჯახების საერთო ერთიანი შეფასების 7 მაისიდან ვიწყებთ მონიტორინგს და ივნისის ბოლოს 800 ოჯახს თბილისში გადაეცემა ბინები, მათ შორის დირში, ასევე სხვა კომპანიებში, სადაც შეძენილი გვაქვს ეს ბინები. რაც შეეხება მათ მიერ წარმოდგენილ
სიას დაახლოებით 200 ოჯახი არის, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ. მათთან დაკავშირებით როგორც გითხარით, თუ მათ შორის იქნება განსაკუთრებული შეჭირვებული ოჯახები, მათზე შესაბამის ზომებს მივიღებთ.